საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა. აღნიშნული სოციალური პროექტის ინიციატორი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ასევე სამედიცინო კორპორაცია ევექსი და ინდივიდუალური დონორები დაფინანსებენ. პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვების ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მომსახურებას გულისხმობს. ყველაზე მთავარი, რაც ვნახე და თქვენც კარგად ხედავთ, არა სამთავრობო, ბიზნეს სექტორი, ინდივიდუალური სეგმენტი ადამიანებისა ყველა ჩართულია ამ პროექტში. ყველაზე მთავარი რაც არის კიდევ, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტს სჭირდება მუდმივად კვება იმისთვის, რომ იარსებოს.